კონფლიქტის ზონაში ადამიანებს ისევ იტაცებენ. ხურვალეთიდან რუსმა ოკუპანტებმა 3 ქალბატონი მაშინ წაიყვანეს, როცა ისინი საქონელს მწყემსავდნენ. რუსი ოკუპანტების ერთ-ერთი ტყვე 70 წლისაა. სავარაუდოდ მათაც ეგრეთ წოდებული საზღვრის გადაკვეთის ბრალს წაუყენებენ და ჯარიმის გადახდას მოითხოვენ. ხალხი დახმარებას ხელისუფლებას თხოვს. ოკუპანტების ტყვეობაში 24 საათზე მეტია ხურვალეთელი 3 ქალბატონი იმყოფება. ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულებიდან ერთ-ერთი ტუბერკულოზითაა დაავადებული, მეორე კი 70 წლის მოხუცია. ადგილობრივები საოკუპაციო ხაზთან გატაცებების შეწყვეტას და ხელისუფლების დახმარებას მოითხოვენ. გამოსავალი ერთია, რომ მოლაპარაკება მოხდეს მხარეებს შორის. სხვა რაფერი გამოსავალი, მიდიოდნენ, აძოვებდნენ თავიანთ საქონელს, მიეპარნენ რუსები და წაიყვანეს. შეწყდეს ეს მდგომარეობა, იმიტომ რომ საზღვარზე ვცხოვრობთ, დაძაბულობა არ გვინდა, ნამდვილად არ გვინდა. გავიგეთ, რომ ჯარიმა ყოფილა 100 ლარი გადასახდელი. და ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ დაგვეხმარონ, თუ შეიძლება, რომ გამოუშვან. რის სანაცვლოდ გაათავისუფლებენ პატიმრობიდან გატაცებულებს უცნობია ცხინვალი დუმს. ხურვალეთთან 2 რუსული ბაზაა დისლოცირებული. მოსახლეობა ვარაუდობს, რომ ქალბატონები ღდულეთის ან ორჭოსანის ბაზაზე იმყოფებიან. თუკი ჩვენ ვექცევით ჰუმანურად და ჩვენი პოლიცია ექცევა ჰუმანურად, მაგათები გადმოდიან, გადადიან, ჩვენები ხმას არსებენ, ხელის გულზე ატარებენ. რატო არ შეიძლება მაგათაზე გაითვალისწინონ? მოხუცებულებს პენსიაზე რო გადმოდიან, მანქანი ჩაიყვანენ, ამოიყვანენ, ახლა ბებო, ახლა პაპა საიდანაც გამოხედი, იქით წადი ისევ გაძვერი. მაგათ ხრიდან კიდე არა ადამიანური მოპყრობა ეს როგორ შეიძლება? ხურვალეთელების გამოსახსნელად დე-ფაქტო ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. საოკუპაციო ხაზთან გახშირებული გატაცებების შესახებ ინფორმაცია შვეიცარიის ელჩს მიაწოდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ. საქმის გულში არის შინაგან საქმეთა სამინისტრო, ინციდენტების პრევენციის მექანიზმის პარკლებში მოქმედებს ეგრეთ წოდებული ცხელი ხაზი. ამ ცხელი ხაზის მეშვეობით ჩართული არის ყველა დაინტერესებული უწყება. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე თანათავმჯდომარეებს აქვთ უკვე ეს ინფორმაცია ჟენევის. მე დღეს მქონდა ასევე შვეიცარიის ელჩთან შეხვედრა, რომელიც მოგეხსენებათ რუსეთის ინტერესთა სექციას წარმოადგენს. ჩვენი მხრიდან მაქსიმუმი იქნება გაკეთებული იმისთვის, რათა ეს ადამიანები უნებლად დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს. ბოლო 1 თვის განმავლობაში საოკუპაციო ხაზთან ადამიანების გატაცების ეს უკვე მეორე შემთხვევაა. 15 აპრილს რუსმა ეგრეთ წოდებულმა მესაზღვრებმა TV3-ის გადამღები ჯგუფის სოფელ აზვში ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს. ბელა ზაქაიძე, ვახოლეკიაშვილი და მიხეილ მიხოევი ცხინვალის იზოლატორში ოკუპანტების ტყვეობაში 2 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ.